მერტმა დაგმოსოთ. გაგაძლიეროთ გაგახარო. დღეს პირველი საჭიროული წირვის აღსრულების შემდეგ განსაკუთრებული სიმშვიდე შემოდის განსაკუთრებული მოახლოების ღმერთის ქრისტე ღმერთის რომელიც ყოველგან არის და ყოველსავე აღავსებს განსაკუთრებული მობიერებითი სიყვარული შემოდის განსაკუთრებული მობიერებითი დაუმსახურებელი საჩუქარი წყალობა შემოდის მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ყოველთვის ვამბობთ არ ვიმსახურებ მზად არა ვართ რა თქმა უნდა ესეა მაგრამ ჩვენ იმ დროს ვერ დავადგენთ როდის ვიქნებით მზად როდის ვიქნებით დამსახურებული და ასე შემდეგ სამი წერტილი ჩვენ ვერასდროს ვერ ვიქნებით ესეთი მაგრამ ღმერთს უნდა რომ ჩვენ უკეთესი გავხდეთ და ვიყოთ ისეთი როგორც უფალს უნდა და ფარველ ანგელოზს უნდა ამიტომ უფალი ყოველთვის გვაკურთხებს და დაუმსახურებელ საჩუქარ წყალობას გვივლენს სიყვარულის გამო გამოუთქმელი სიყვარულის გამო დიდია უფალი და მისი ნათელი ძალიან დიდია და ვლოცულობთ ქრისტე ნათელო ჭეშმარიტო რომელიც განანათლებდა წმინდა ყოველსა კაცო მომავალსა სოფლა და ასე შემდეგ ხომ იცდეს ლოცვა რაც უფრო დიდია ნათელი ჩვენ ცხოვრებას მეტი ბრძოლები ეძლევა ხოლმე რაც უფრო მეტ მადლს ვიღებთ რაც უფრო დიდია სანთელი და მყაფიო დანათებს მით უფრო ჩრდილიც დიდია მისი ხო ესე ირეკლავს ჩრდილი იმიტომ რომ რაც უფრო მეტად ვიღწვით და განსაკუთრებით მარხვაში მით უფრო ჩრდილოვანი ნეგატიური ასპექტი მატულობს და რა თქმა უნდა უფრო მეტი ბრძოლები მატულობს და არის როცა არ გონია ადამიანს მაშინ მოულოდნელად ზოგიერთ შენგან მოულოდნელადაც კი შენი საკუთარი თავიდან გამომდინარეც კი არათუ გარედან შემოსული ბრძოლები ხილული და განსაკუთრებით უხილავი წარმოიშვება ხოლმე და მე ნანობ და მადლობა ღმერთს რომ ნანობ იმიტომ რომ სინანული ეს არის მხოლოდ ლიტონი სენტიმენტალური გზნობა ნუ იქნება სიყვარული სინანული განცდა თვისთაცოდოთ რომელსაც ებრემასურის ლოცვების დროს ვითხოვთ ეს არის ამხსნელი ჩვენი ჯვარცმირთველობის განმარტებელი ჩვენი ცხოვრების კიდევ ერთი ზევიდან განმარტებელი ასე ვთქვათ ფაქტორი ჩვენი ჯვარცმირთველობისა შინაგანი სულიერი სიცარიელე რითი შეიძლება ამოვასო დღეს მით უმეტეს როდესაც ტოტალურმა სულიერმა სიცარიელემ ეგზისტენციალურმა ვაკუუმმა წალეკა სოციუმი როდესაც უამრავი ჩიხში არის სულიერში მოხვედრილი და ვერ პოულობს გამოსავალს სად უნდა პოულოს რა თქმა უნდა მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში ღმერთს უნდა ევედროს ქრისტე ღმერთს უნდა ევედროს ყოველდღე წმინდა ღვთისმშობელს ევედროს ფარველ ანგელოზს რომელიც ლოცვებსაც კითხულობთ ხოლმე ხო დილის საღამოს ლოცვებში და ასე შემდეგ რომ ეგზისტენციალური ჩიხიდან გამოვიდეს და ამ ძიმე ცხოვრების ფონზე რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და ძიმე სოდვილი ცხოვრების ფონზე რომელშიც უამრავი ნეგატიური ნაკადებია დაინახოს შესაძლებლად მისი პროპორციულად მისი სულიერი საზომისა და სულიერი მასშტაბებისა დაინახოს მისთვის მოცემული ეს ღვთაებრივი რწმენა შევთათრია ღვთაებრივი რწმენა მართლმადიდებელი გამოცხადებული სარწმუნოებისა და ეს გადმოცემული რწმენა მისთვის არა მხოლოდ იყოს ლიტონი აი ეს მხოლოდ ინფორმაცია ნუ იქნება თემე ცოცხალი რწმენა განცდილი გზნობა ცოდნა რომ ამ რწმენით ახსილი როგორც აღმოჩნდა ამ სისუსტეების წინააღმდეგ ამ ხილული თუ ხილული ბრძოლების წინააღმდეგ გამხედრებული დაამარცხოს გადალახოს და წარმატების გავიდეს ფორს აი ეს მინდა გისურვოთ და ზუსტად ეს საოცარი ძალა ეს საოცარი წყალობა გვეძლევა ღვთისაგან რა თქმა უნდა ძალიან ბევრი პარადოქსია ჩვენ ცხოვრებაში რა თქმა უნდა ძალიან ბევრი მოულოდნელი ფაქტორებია ჩვენ ცხოვრებაში დაწყებული სამდონო მსახურებიდან დამთავრებული თქვენი ინდივიდუალური ჯვარცმირთველობით ვინ რა პროფესიისა ყველა თავისი საქმით ადიდებს ღმერთს შენი საქმე გააკეთო ჯობია როგორც შეიძლება ვიდრე სხვისი ბჭყალებში საუკეთესოდ ამიტომ ყველა თავისას ვწვალობთ შრომობთ ვიღწვით მაგრამ ყველა ჩვენი ცხოვრება სავსე არის იმ პარადოქსებით მოულოდნელი ირიბი ხახუნის ძალებით რომლებიც გვებძვის და გვეხახუნება და ამას სოფელთან ჩვენი ეგოიზმის გამო მწვავე კონტაქტს გამისით ხოლმე რომ ეს არ იყოს დამსჯელი რომ ეს არ იყოს დამანგრეველი დამშლელი და ჩვენი დამამუხრუჭებელი ამისათვის არის დღევანდელი ზიარებას თუნდაც რომ მივიღებთ ამას და შეგვიდებს უფალი შეგვიდობს გვაპატიებს დაასვამს უძლურებად და ჩვენ და ცოდოთ და ჩვენ და მოგვიდევს და მშვიდა წყნარად თამდაბლურად ავირიდებ განვალთ იმ მახეებსა და ბადეებს შორის რომლებსაც ბოროტი ძალა აგებს ხოლმე და თავისუფლად ღვთის ნათელს მიყოლილი წარმატებული და გზახსნილი გვექნება რასაც ყველას გისურვებთ